გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 2-ზე. მე ნუცა კოპალიანი ვარ და გამოშვებაში თქვენ ნახავთ. გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 ვეპირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ვენესუელაში ბრაზილიის საზღვართან არეულობის დროს დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი. გედევან ფოფხაძემ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა. შესაბამისი განცხადებით მან ფრაქციას უკვე მიმართა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. თავად ფოფხაძე კი დეტალებზე ორშაბათს ისაუბრებს და სავარაუდოდ პარტიასაც დატოვებს. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს ეკა ბესელიას განცხადებების შესახებ დაუსვეს კითხვა, თუმცა ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ემოციურ განცხადებებს ვერ შეაფასებს. თქვენ იცით, რომ რამდენიმე წევრმა ჩვენი პარტიის თავად დატოვა პარტიის შემადგენლობა გუშინ მე პირადად როგორც ამ შემთხვევაში ფრაქციის ხელმძღვანელს განცხადების მომართა ფრაქციის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძემაც და მან როგორც ვიცი პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. ზოგადად არის ძალიან სამწუხარო, როდესაც პარტიას ტოვებენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანაგუნდელები, მაგრამ მათ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება ასევე ძალიან სამწუხაროდ იმ მიზეზის გამო, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით, რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნები იყოს, რაც არ უნდა ემოციურად ემოციებს და პიარზე გათვლილი კამპანია იყოს დაგეგმილი, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური შეცდომა. გუნდში სხვადასხვაობა ხა პირველი არ არის და არ მგონია რომ ეს არანორმალური რაღაც მოვლენა იყოს, მაგრამ პრობლემა სხვა არის. საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და სიზუსტე. აი აქ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გარკვეულ არ მინდა ვთქვა, მაგრამ პოპულიზმთან. როდესაც პოპულარული აზრი უფრო ისმის, ხმამაღალია და სიღრმისეული ანალიზი არ კეთდება. მით უმეტეს შემოტანილი კანონპროექტი არ ხსნის იმ პრობლემას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ეს იყო პროცესების ლოგიკური გაგრძელება, ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადენებდით ყველა ერთად, რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს, მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ და ყველას ურჩევ, რომ ემოციურ ფონზე ზოგადად არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები. შეიძლება ყველაფერთან დაკავშირებით გაგრძელდება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივია გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია გვექნება მსჯელობა გუნდის შიგნით. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, პარტიის თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ნათქვამია პარტია ქართული ოცნების განცხადებაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში. ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა. თუმცა კოალიციამ გამჭვირვალე და დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არამოსამართლე წევრებმა. როგორც ანრიო ხანაშვილმა განაცხადა, ყველა პოზიციას განიხილავენ და შეხვედრები გაგრძელდება.
სამწუხაროდ კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოგვიწია დატოვება ამ სამუშაო ფორმატის. გვაქვს პრინციპულად არსებითი 5 საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ამ საკითხებზე თუ არ იქნება კონსენსუსი, ჩვენ ას რო ხედავთ იქ ყოფნაში. ფაქტობრივად 5-დან არც ერთ საკითხზე არ მიგვიღია დადებითი პასუხი. რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა მსჯელობა, აქედან ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას, რა კვალიფიკაციის იქნებიან და შეთავაზება იყო ასეთი, რომ არ ქონდეთ მაინც და მაინც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული და ამაზე თქვა, რომ შეიძლება იყოს მსჯელობა. ჩვენ ევროპული საქართველო ვაყენებთ საკითხს, რომ ეს 18-ვე მოსამართლე ერთ სესიაზე არ გავიდეს, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შეიკრას ამ საკითხების ირგვლივ, თუმცა ეს არის დეტალები. მთავარი არის ნომინირება. ვინ მოახდეს ნომინირებას კანდიდატების? პოზიციები არის სრულად შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც ახლა ხანს შევიდა ძალაში და გამომდინარეობს იმ ახალი სულისკვეთებიდან და რეგულაციებიდან, იმ რეფორმების შედეგად, რომელიც იყო გატარებული სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით. თუ ვინმეს პოზიციას არ ემთხვევა ჩვენი პოზიცია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას ჩვენ ვემხრობით. ჩვენ არ ამოგვიწურავს შეთანხმების რესურსი, პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო პოზიციები, ვისმინეთ ჩვენ ასევე პოზიციები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, თუმცა მანამდე ჩვენ უმრავლესობაში შევაჯერებთ აი იმ პოზიციებს, რაც დღეს გაჟღერდა ყველაფერს. ჩვენ ვიმოქმედებთ იმ პრინციპით, რომელიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრას დღეს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე მესამე სექტორი გააკრიტიკა. როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკურ სპექტაკლებში არ უნდა მონაწილეობდე, აცხადებს ქვეყნის პირველი კანონმდებელი. არასამთავრობო სექტორის ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი იყო გუშინ სხდომაზე, რომელიც ესწრებოდა შეხვედრას, ეს არის აგრესორული კოალიცია და მოგიდებელი მართლმსაჯულებისათვის. თუ არ ვცდები, იყო ბატონი გიორგი მშვენიერაძე წარმოადგენელი, ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული მაგალთა წინასაარჩევნო კამპანიაში. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ამ ადამიანის და შესაბამისად ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას არაპირდაპირი ფორმით, მაგრამ ის მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ასე ვთქვათ სამუშაო პროცესში. ეს არის ბუნებრივია სპექტაკლი, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში. EUTO საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია დასრულდა. მე-18 სესიაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობდნენ მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კაცარავა, EUTO საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. კანონმდებლებმა საკომიტეტო და ორმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. ძალიან დატვირთული და აქტიური საპარლამენტო ასამბლეა მიმდინარეობს დებატები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც აქტუალური არის EUTO-s რეგიონისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება მიმემართა საპარლამენტო ასამბლეისათვის და გავამახვილე მათი ყურადღება იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოების პრინციპული პოზიცია არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მე როგორც ასამბლეის პრეზიდენტს ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა სხვა დელეგაციასთან, ლიდერებთან, უსაფრთხოების თემატიკაზე, ადამიანის უფლებების საკითხებზე და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რა ხდება ჩვენ რეგიონში, ჩვენ ქვეყანაში და ეს საკითხები არაერთხელ იქნა დასმული ძალიან მწვავედ ის თუ რა ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა ვითარება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, საერთოდ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები.
1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პარლამენტის ეზოში პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარე მემორიალი გვირგვინით შეამგეს. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლება იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც დაათვალიერეს. ხარების სახელობის სამლოცველოში კი დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. კეთს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველოს. 98 წლის წინ მათ მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა ჩვენ საშუალება 70 წლის თავზე აგვედგინა დაკარგული სახელმწიფოებრიობა, აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და მათ გმირობაზე დღემდე რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენ ასევე გუშინ გავიხსენეთ არჩილ ტატურნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი, მათ მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო. ეს ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობისთვის, ჩვენთვის ყველასთვის არის სიმბოლო თავდადების, პატრიოტიზმის, შემართების, სიცოცხლის სიყვარულის, რომლისთვისაც გაწირეს თავისი სიცოცხლე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივსცემდეთ და მივაგებდეთ ღირსეულ ყურადღებას, როდესაც 23 თებერვალი არ არის მხოლოდ. ყოველდღიურად ალბათ უნდა გვახსოვდეს ჩვენ ცხოვრებაში და მუშაობაში რა დაგვიჯდა დამოუკიდებლობა, საიდან მოვდივართ და რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა. დღეს არის ის დღე, როდესაც 21 ძალიან ახალგაზრდა გმირი ადამიანი დაკრძალეს ამ ტაძრის ეზოში და ასეთი გმირობის მაგალითებზე დგას ჩვენი ქვეყანა. 22 წლის იყო შალვა ერისთავი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ასეული და სანგარში შეუვარდა 11 არმიის ოფიცერს და ტყვიამფრენს გადაიფარდა, მაგრამ მაყაშვილი იყო 19 წლის. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ემოციურად ვუდგები ალბათ ამ საკითხს. ასეთი ადამიანების გახსენების, ასეთი ადამიანების გმირობის მაგალითებზე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები. ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე 5-ვე ბრალდებულ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ლაშა სიხარულიძეს იარაღის შეძენა შენახვა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. მის ბიძას ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხელ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა. ბრალდების მხარის მტკიცებით არც ერთი დაკავებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს. გახსენებთ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ გარჩევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, მეორე კი დაიჭრა. გამოძიება ამ დრომდე ეძებს ზვიად ჯაფარიძის მკვლელს. ეს არის ერთგვარი კონფლიქტი, რომელიც არასმედელი დასრულებულია და შემდგარი იქნება, ამიტომ გარკვეული უკმაყოფილება შეიძლება ორივე მხარის კვლავ არსებობდეს და ასეთ შემთხვევაში თავისუფლებაში ყოფილი ბრალდებულების აქტიურად შეიძლება ვფიქრობ გამოძიებას. გუშინ გადმოგვეცა სისხლის სამართლის საქმის მასალები საკმაოდ გაუტანიანი, შესაბამისად აღნიშნულ საქმის მასალებს გაცნობა ესაჭიროებოდა და პირიქით შემიძლია დაუფრიდე ბრალდების მხარეს, რომ აუცილებლად მიჩნევს ჩვენებას და ეს ჩვენება იქნება სიმართლე. მის მიმართ არანაირი მომატებული რისკი არ არსებობდა იმისა, რომ ის ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში. მის მიმართ გამოტანილი ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ედავებოდნენ რაიმე ისეთი ქმედებას, რომელიც განმეორების ან რისკი არსებობდეს, ან მას ჰქონდეს мотиваცია რაიმე მტკიცებულების განადგურების. არსებობდა ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებათა განადგურების, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, სხვა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. იმ განმეორების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები წარსულში იყვნენ ნასამართლოები, არიან ნასამართლოები, შესაბამისად დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მიიმალნენ და ხელი ეშლება ამით გამოძიება. გლდანი ნაძალადევის რაიონში მდებარე 52-ვე საჯარო სკოლის მანდატურ ქალსცემეს შემთხვევა სკოლის გარე პერიმეტრზე მოხდა და მანდატურს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გაწერეს. 52-ვე საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ფუხაშვილი ყვება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ძალადობას ჯერ სკოლის მასწავლებელზე ცდილობდა, შემდეგ კი მეოთხე კლასელ ბავშვს აედევნა. მანდატურ ქალზე ფიზიკური ძალადობა სწორედ სიტუაციის გარკვევის დროს მოხდა. მამაკაცი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირინა ონაშვილის სახლიდან სამკაულების მოპარვის ფაქტი გახსნა. გამოძიების ცნობით ბრალდებული ფანჯიკიცის ქუჩაზე დამლაგებლად მუშაობდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და საათები მოიპარა. ჯამში პოლიციამ თბილისში ქურდობის 3 ფაქტი გახსნა, დაკავებულია 2 პირი. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. დაკავებულია 1 ადამიანი. სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან ამოიღეს, სადაც ბრალდებული დროებით ცხოვრობდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადასცა. მათ ბაკურიანში სამთო მომზადების საბაზისო 3-კვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ციხის ჯვარში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ბაზა დაათვალიერა. კურსის შედეგად ჩვენმა თანამშრომლებმა მათი პროფესიული უნარჩვევები აიმაღლეს, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა გრძელდება და მსგავსი კურსები, რა თქმა უნდა, მომავალშიც ჩატარდება. კურსის განმავლობაში შეისწავლეს თხილამურებით უსწორმასწორო რელიეფზე გადაადგილება, ასევე სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება თოვლში, ასევე ციკ კლიმატურ პირობებში თვითგადარჩენის უნარჩვევები, დაშავებულის პირველი დახმარება და თოვლში დაშავებულის საევაკუაციო საშუალებების გამოყენება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ობუჯი ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენას ითხოვენ. შეკრებილებს ზუგდიდის ვიცემერი გიორგი შენგელია შეხვდა, მან ადგილობრივებს გამოცხადებული ტენდერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ჩვენ ვითხოვთ გზის გაკეთებას და ვითხოვთ პასუხს კონკრეტულად გაკეთდება გზა, ხონდეს ამის იმედი თუ არა. არის ურთულესი ვითარება, მანქანით გადაადგილება ხომ ჭირს და წვიმიან ამინჩი. აი შეგიძლიათ ნახოთ რომ ძალიან გაუსაზრლისია, აი ორმოებია. ეს გზა არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში. მათ გამოცხადებული ჰქონდათ ტენდერი. 2 დღის წინ ტენდერში გამოვლინდა კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა. 15 მარტისთვის თუ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები. თუ რამე შეფერხება იქნა კომპანიის მხრიდან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებითაც დამატებით ეცნობება მოსახლეობას. სოფელ რუისში მონასტრის ეზოში საგვარეულო საფლავები გადათხრილია. მიზეზად ტერიტორიის კეთილმოწყობა სახელდება. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ საფლავების გადარჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ. მანენა გაბელია გვეტყვის ახლა ფაქტის დეტალებს. მანენა გისმენთ. ნუცა სოფელ რუისში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მე-17 საუკუნით თარიღდება, თუმცა მონასტრის ეზო დღეს სრულიად სახეშეცვლილია. როგორც მაცხოვრებლები ყვებიან, აქ წლების განმავლობაში განთავსებული იყო სოფლის საგვარეულო სასაფლაო, თუმცა დღეს საფლავები გადათხრილია, მის ადგილას კი კეთილმოწყობილია მონასტრის სივრცე. განთავსებულია სხვადასხვა დეკორატიული სივრცეები, ასევე მცენარეები და მოწყობილია საცხოვრებელი შენობები. ერთადერთი საფლავია მონასტრის ეზოში დღეს დარჩენილი და როგორც რუისის მცხოვრებლები ამბობენ, ამ ოჯახის წარმომადგენლებს თხოვნა და მუქარაც კი დასჭირდათ, რომ წინაპართა საფლავები გადაერჩინათ. თუმცა მაცხოვრებელთა სხვა ნაწილს ამის არც დრო და არც შესაძლებლობა არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, სასულიერო პირებთან საუბარში მათ პროტესტზე პასუხი იყო, რომ მთავარი არის სული და არა საფლავი, ხოლო გარდაცვლილთა სულებზე სწორედ ის სასულიერო პირები ილოცებდნენ, რომლებმაც ეზოში საფლავების მაგივრად კეთილმოწყობილი სივრცეების განთავსება გადაწყვიტეს. ერთ-ერთი მაცხოვრებელი ყვება, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში რუისში არ ჩამოსულა, დღეს კი სასაფლაოზე ამოსულმა ვერც საფლავის მიგნება შეძლო და ვერც საფლავის ქვის. იმ ტერიტორიაზე კი, სადაც ეძებდა საფლავის ადგილას განთავსებული საპირფარეშო დახვდა. აგერი ეკლესიის უკან იყო პაპაჩემის ძმა დამარხული, ძმისშვილი, დედა, მამა და ასე შემდეგ. ჩვენი გვარის ისინი ამ ეკლესიის გასწვრივ იმარხებოდნენ. ეხლაც არის გარეთ დამარხული, ამ იქით გარეთ. აქ ეს ამბავი რო გააკეთეს, მე არ ვიცოდი. და პრობლემები შემემთხვა რა, ამ იმანთან რომ გაუჯვადი, რატომ მომითხარეთ საფლავი და
ზუსტად ასე მითხრა ყდელმა, აგერა ვიდია მოვაგროვე ისაო ძვლებიო და მივედა ჩავმარხე აგერო. და არც ვიცი სად ჩამარხა, ვერავითად ჩამარხა. ამოვედით, მოვიკითხეთ საფლავის ქვა ვიპოვეთ, რომელიც არის დამტრეული ჩვენი წინაპრის და იმის საფლავის ადგილას არის ეზო მოწყობილი. მონასტრის ეზო. ამოყრილი არის ძვლები, როგორც ველაპარაკებენ სოფლის წარმომადგენლებს, ამას ყველა ჭირის უფალი ყავს საფლავს, აქაც არიან. სულ ყველამ თქვა, რომ ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა, გააპროტესტეს, თქვეს რომ წინაპრების ძვლები რატო შეურაცხავით, რატო გადაგვიყარეთ, მაგრამ არაფერი რეაქცია ამას არ ქონია. უბრალოდ მიჩუმდა ეს ამბავი და წავიდა. მონასტერში ამ დროისთვის მხოლოდ მორჩილები იმყოფებიან, ჩვენ ველოდებით ადგილზე მონასტრის წინამძღოლს. როგორც მორჩილები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ისინი დაახლოებით 1 წლის წინ მოვიდნენ აქ და ვითარება უკვე ასეთ დახვდათ, ხოლო ვინ მიიღო საფლავების ადგილას, სხვა შენობების განთავსების და კეთილმოწყობის გადაწყვეტილება მათთვის უცნობია. იცოდა მამაიობმა აქ საფლავები რა იყო? ეცოდინებოდა სოფელმაც იცის აქ რაც ხდებოდა, ჩვენ ასე დაგვხვდა ეგ გაკეთებული. 2 წელი, 3 წელი უკვე ეს გაკეთებული აქვს. ვინ გააკეთა თვით? მამა გიორგი, მამა გიორგი იყო, რა ზუსტად არ ვიცი, წინამძღვარი და გააკეთებდა თუ უკეთეს. სოფელ რუიში მონასტრის ტერიტორიაზე 6 ოჯახის საგვარეულო სასაფლაო იყო, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, დაახლოებით 100 საფლავი იყო აქ განთავსებული. ჩვენ ვცდილობთ სასულიერო პირებთან დაკავშირებას და მათ პოზიციას უკვე მთავარ გამოშვებაში მოგიყვებით. მადლობა, მანენა გაბელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. აკაკი ბობოხიძის შეფასებით საოჯახო ტიპის სასტუმროებში წყლის ტარიფის გაზრდა კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს. საკითხთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრმა ბრიფინგი გამართა. მე კი შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით საოჯახო ტიპის სასტუმროებთან დაკავშირებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საჯარო განხილვა გაიმართება. საჯარო განხილვაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება. გაუგებარია, განაირად შეიძლება ერთსა და იგივე ბინაში, რომელიც ერთდროულად არის საცხოვრებელიც და საოჯახო ტიპის სასტუმროც, განვასხვაოთ ერთმანეთისაგან, როდის მოიხმარენ ადამიანები წყალს საკუთარი მოხმარებისთვის და როდის მოიხმარენ წყალს, თქვათ, სტუმრები. და რაც ყველაზე უფრო მთავარია, ეს ცვლილება თუ კი ასეთი მიღებული იქნება სემეთის მიერ, დამღუპელი აღმოჩნდება ვიმეორებ საქართველოში იმ უზარმაზარი სეგმენტისთვის, რომელსაც წარმოადგენს საოჯახო ტურიზმი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს შეხვდა. განიხილეს 2019-2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა. როგორც ცნობილია, უახლოესი 3 წლის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად ქვეყანაში აბონენტების 90%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. მათ შორის ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა. ძალიან მასშტაბური და ამბიციური გეგმა არის 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ ჩვენ გაზიფიკაციის დონე გავზარდოთ საქართველოში, რომელიც ისედაც საკმაოდ მაღალია, მაგრამ ბევრ რეგიონში 100%-ს მიუახლოვდება გაზიფიცირების მაჩვენებელი. მართალია ლაპარაკია 71,000 ოჯახზე, მაგრამ ეს გაცილებით რთულად მისასვლელი 71,000 ოჯახია, იმიტომ რომ მათი ძალიან დიდი ნაწილი არის მაღალმთიან რეგიონებში, მოშორებულ სოფლებში, ძნელად მისასვლელი და ამ შემთხვევაში თვითღირებულება ერთი ოჯახის გაზიფიცირების არის გაცილებით მაღალი. აქ ამ გეგმაში არის რამდენიმე ისეთი მუნიციპალიტეტი, სადაც გაზიფიცირება თითქმის არ იყო, ან ძალიან დაბალ დონეზე იყო, ეს შეეხება სამეგრელოს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაკურიანის მუსიკალურ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მოსახლეობამ სულ 3 ინფრასტრუქტურული პროექტი შეარჩია, რომელიც სხვადასხვა ფონდიდან დაფინანსდება. ეს გადაწყვეტილება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაკურიანის მოსახლეობას პირადად გააცნო. შეხვედრის ფარგლებში დავით ზალკალიანი ადგილობრივებს სხვა საკითხებზეც ესაუბრა, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას მუდმივად კონდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათგან მოვისმინოთ ის პრობლემები, რისი გადაჭრაც მათ სურთ ამ პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაფინანსება და ეს ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროექტი, რომელიც წამოვა საზოგადოებისგან, იქნება მხედველობაში მიღებული და გათვალისწინებული. ჩვენ 2019 წლის სეზონზე ნათლად დავინახეთ, რომ უამრავი პრობლემა არის ბაკურიანში, ეს ალბათ ქაოტური განაშენიანების ბრალია, ქონდა დიდი საცობები, მოსახლეობისგან მივიღეთ ინფორმაცია უშუალოდ ადგილზე, რაც მნიშვნელოვანია და უმჯობესია, რომ თვითონ ბაკურიანელები ყველაზე კარგად ხედავენ ამ პრობლემებს. პირველ რიგში, აი ეს თოვლი რო გადნება, დაინახავთ, რომ ნაგვითაა დაფარული მთელი ბაკურიანი. ტყეში ბაკურიანში. აი ეს არის დიდი პრობლემა. არის რაღაც ზომები, მაგრამ საკმარისი არა. მოეწყოს ქუჩები, ავტოსადგომები. დანერგემომავალი პროექტის მიმდინარეობაში აჯამეს გორში და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართა შეხვედრა. ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებაზე. აღინიშნა, რომ მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით ეტაპობრივად იზრდება პროდუქციის ექსპორტი. ამ დროისთვის პროექტ დანერგემომავლის ფარგლებში გაშენებულია 6500 ჰექტარზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი და სახელმწიფოს თანადაფინანსების სახით გაცემული აქვს 34 მილიონ ლარზე მეტი. დღევანდელმა შეხვედრამ ნათლად დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტს ყავს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დადებითად შემფასებელი, ძალიან დიდი სიკეთე მოაქვს მას ქართული ფერმერული მეურნეობისათვის, ამავე დროს ინერგება ახალი მიდგომა, რომ უშუალოდ პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ფერმერთან პირდაპირ დიალოგს, რათა გაზიარებული იყოს მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები. ეს პროგრამა რო არ ყოფილიყო, ჩვენ ამ საქმეს ვერ გავაკეთებდით. დღევანდელი შედეგი რა გვაქვს უკვე? ჩვენ წელს უკვე ველოდებით მოსავალს, დასაქმებული ყავს 10-დან 15 ადამიანამდე და წელს ალბათ უკვე რეალიზაციას შევძლებთ. ამერიკის ელჩის პირველმა მოადგილემ მცხეთა-მთიანეთის მწმუნებულთან ერთად 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად გარდაცვლულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ქართული და ამერიკული მხარეების წარმომადგენლებმა მეხანძრეების ხსოვნის პატივსაცემად მწვანე ნარგავებით დარგეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის საელჩოს თავდაცვითი უსაფრთხოების ოფისის ფინანსური მხარდაჭერით მცხეთა-მთიანეთში განსახორციელებელი პროექტების შესახებ. მიმდინარე წელს სხვადასხვა პროექტისთვის გამოყოფილი თანხა $1 მილიონ აღემატება. ჩვენ პატივს მივაგებთ 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილი მაშველი მეხანძრეების და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. ზუსტად ეს მემორიალი, რომელიც ქალაქ მცხეთაში არის აღმართული, ეს არის სიმბოლო ქართულ-ამერიკული მეგობრობისა. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა. მაღალი გამოვლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება. სასწრაფო დახმარებისთვის გადასაცემი მანქანები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა. სპეცმანქანების საშუალებით დროული და სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის სექტორში. დღეს ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ გადმოგვექცა 4 მაღალი გამოვლობის ავტომობილი, რომელიც გადაეცემა მთიან რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს პირველადი გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაზრდას. დღეს ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სასწრაფო დახმარების 4 სპეცმანქანა გადავეცით. ეს არის კიდევ ერთი დიდი მიღწევა ჯანდაცვის სისტემის მხარდასაჭერად. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მუშაობა და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო დადებით გავლენას მოახდენს უწყების გაძლიერებაზე.
ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის ხდომა უნდა გაიმართოს, იმსჯელებენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე. თუმცა ხდომა სავარაუდოდ აქციის ფონზე წარიმართება. ამ დროისთვის უკვე შეკრებილები არიან ფედერაციასთან ის მოქალაქეები, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ. რა ხდება ადგილზე, ამას ახლა სანდრო გამსახურდია გვეტყვის. სანდრო, გისმენთ. პრეზიდიუმის ხდომა ჭიდაობის ფედერაციაში უნდა დაიწყოს ზუსტად 9 საათში. მთავარი განსახილველი თემების ხდომაზე იქნება დაპირისპირება ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძესა და ზურა დათუნაშვილს შორის და ასევე სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი, როდესაც დაპირისპირებაში მონაწილეობა არა მხოლოდ გეგეშიძემ და დათუნაშვილმა მიიღეს. ხდომა წარიმართება აქციის ფონზე. აქ შეკრებილები არიან ის მოქალაქეები, ვინც მოითხოვენ გადადგომას გეგა გეგეშიძის, მათ შორის აქციის მონაწილეთა შორის არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ გეგეშიძე არის მოძალადე და მიუღებელია, რომ ჭიდაობის ფედერაციას ყავდეს მოძალადე პრეზიდენტი. ხდომა უნდა დაიწყოს 9 საათში. თავდაპირველად იყო ცნობილი, რომ მედიის წარმომადგენლებს ექნებოდათ ხდომის გადაღების საშუალება. სულ რამდენიმე წუთის წინ კი ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ხდომა წარიმართება დახურულ კარს მიღმა. ჯერჯერობით აქციას არ შემოერთებია არც თავად ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი. ეს არის მოძალადე, ყველას თვალწინ ჩვენს ევროპის ჩემპიონს თავი გაუტეხა კაცმა და ატომკაცის ამ თუთამდე თანამდებობაზე რჩება. სასტრაფოდ უნდა გადადგეს ეს მოძალადე ჩინოვნიკი, ჩვენ ჯიბიდან არ უნდა იღებდეს ხელფას და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს უკვე ფედერაციაში სტრუქტურული რეორგანიზაცია. როდესაც ადამიანი დაასისხლიანებს მეორე ადამიანს, კანონში წერია, რომ ის უნდა დაისაჯოს. და გეგეშიძე ძალიან კომფორტულად მობრძანდა და აგრძელებს რაღაცა თავის საქმიანობას, რაც არის სახელმწიფოს დამოკიდებულება წახალისების ძალადობის. ამიტომ ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა, ვიდრე უბრალოდ დათუნაშვილის პრობლემა. სამწუხარო ამდენამდე რომ მივიდა ეს ყველაფერი. კარგი იქნებოდა, რომ სადაც ეს ბიჭი გაიზარდა, გახდა ჩემპიონი ამ დარბაზში, სადაც რაღაცას უაშავებდა, ისევ ჩვენი მოჭდაები ვეტენ გვერდზე, ეს პრობლემაც აქვე გადაეწყვიტა, დღეს შეიკრიბებიან, იმსჯელებენ. სამართლიანად იქნება ყველაფერი გადაწყვეტილი. როგორც ჩვენი ვეტერანი 8 წელმოსილი სპორტსმენები, ვისაც სიტყვა ეთმის ჭიდაობაში, როგორც ისინი ჩადგენ საჭოთ, აი ესე იქნება ყველაფერი. ვითარება ჭიდაობის ფედერაციაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთმანეთს, როგორც გითხარით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ გეგა გეგეშიძე და ზურა დათუნაშვილი. ამის გამო სამართალდამცველებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ძალადობის მუხლით დააკავეს. სასამართლომ კი აღკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა პირობითი პატიმრობა. ის არის გათავისუფლებული გეგეშიძე საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე. არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს დაახლოებით 1 თვეში. რაც შეეხება ხდომას ჭიდაობის ფედერაციაში, როგორც გითხარით, ის 3 საათზე უნდა დაიწყოს. დაველოდოთ, რა შედეგი დასრულდება ჭიდაობის ფედერაციაში გასამართის ხდომა. მადლობა, სანდრო გამსახურდია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. თითოეულმა გამარჯვებულმა 100,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წელს დაიწყო. მისი მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებაა. კულტურა და ხარისხი ამ სტარტაპების ამ წელს განსაკუთრებით მაღალია და აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარება სოფლიო ბანკის მონაწილეობით მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინაიდან შეიძლება სტარტაპს კონდეს ძალიან კარგი იდეა, მაგრამ წვდომის არარსებობის გამო ფინანსებთან ვერ განახორციელონ. მთავრობამ სოფლიო ბანკის მხარდაჭერით ინტენსიურად აცხადებს საგრანტო პროგრამებს, რომელიც სწორედ აძლევს შესაძლებლობას სტარტაპებს, რომ კონდეთ ცნობა ფინანსებთან, იმისთვის, რომ განავითარონ თავიანთი ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეები. ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი კომპანიისთვის, იმიტომ რომ სულ ახლახანს დავარსდით. ეს ხელშეგვიწყობს იმაში, რომ პროექტი უფრო სწრაფად და ხარისხიანად განვავითაროთ, იმისთვის, რომ უფრო მეტად საინტერესო გავხადოთ საერთაშორისო ბაზარზე და უცხოური ტუროპერატორებისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბულგარელ ჟურნალისტებს გუდაურში უმასპინძლა. მარიამ ქრივიშვილმა უცხოური მედიის წარმომადგენლებს სამთო კურორტის პოტენციალი გააცნო და მათთან ერთად გუდაური კობის დამაკავშირებელი ახალი საბაგიროთი იმგზავრა. ბულგარელი ჟურნალისტების 6-კაციანი ჯგუფი, მათ შორის საზოგადოებრივი არხის კორესპონდენტები, საქართველოში კულტურის, ღვინის ტურიზმისა და სამთო სათხილამურო კურორტების გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ. გუდაურამდე ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იმყოფებოდნენ.
ჩვენი მისია იყო, რომ მათ სწორედ დაენახათ ის ტურისტული პოტენციალი, რასაც გუდაური დღეს თავაზობს და ახალი პროდუქტი, რაც არის კობი გუდაურის, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, ახალი ბაზრები, განსაკუთრებით ევროპული ბაზრები. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან საინტერესოა. საქართველო უნიკალური ქვეყანაა, გამორჩეული ბუნებით და სამთო კურორტებით. სანამ თქვენთან ჩამოვიდოდი, მეგობრებმა მითხრეს, რომ ძალიან ლამაზ ქვეყანაში მოვდიოდი. რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით პირდაპირ ეთერში.